შობის მარხვაში თუ ჩვენ კალენდარს დავათვალიერებთ, დავინახავთ, რომ ძალიან ხშირად იხსენიებს ეკლესია ძველ აღთქმაში მოღვაწე წმინდა მამებს. და ეს შემთხვევით არ არის, თქვენ იცით, რომ ღმერთი კაცობრიობას აღწევდა იმისთვის, რომ მოსულიყო მესია და ის ადამიანები, რომლებიც ძველ აღთქმაში ვისათვის ცხოვრობდნენ, სწორედ ამ საქმეს ემსახურებოდა. შესაბამისად, ეკლესია მათ განსაკუთრებით განადიდებდა და დღეს არის მართალთა, მამათა ხსენება და ხვალ ასევე არის ძალიან საინტერესო წმინდანების ხსენება და ამ წმინდანებზე გესაუბრებით დღეს მცირედ. ესე ხვალ არის ხსენება წმინდა წინასწარმეტყველი დანიელის და სამი ყრმის, ანანიას, აზარიას და მისაიას. ისინი ცხოვრობდნენ ქრისტეს შობამდე 600 წლის წინ, ასე წერია ევანგელ, ესე იგი წმინდა ეკლესია ასე მიიჩნევს და კალენდარშიც არის ასახულული 600 წლის წინ ეს 4 გამორჩეული ადამიანი მოღვაწეობდა. მათი ცხოვრებიდან რა არის მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რაღაცაა, მაგრამ ჩვენთვის საყურადღებო რა არის. ამ თემაზე ჩვენ ვისაუბრია და დღესაც მინდა გაგახსენოთ რა. ეს იყო პერიოდი, როდესაც ისრაელი ყავდა დაპყრობილი იყო და დამპყრობლები ცდილობდნენ მოსახლეობა, ესე იგი, კეთილგანწყობილი ყოფილიყო მათ მიმართ, ანუ დამპყრობლებს სურდა, რომ ქვეყანაში ცხოვრები ადამიანები მათ მოჩვენებაში ყოფილიყვნენ და რას აკეთებდა ამისთვის. თავიდან ძალადობა, უამრავი ადამიანის სიკვდილით დააჭდა და ასე შემდეგ, მაგრამ მიხვდნენ, რომ ასეთი მეთოდები ებრაელი ერის გამოჩილება შეუძლებელი იყო და მათ ასეთი ფანს და ხრიქს მიმართეს, რომელსაც დღესაც იყენებენ ებრაული ერის გამორჩეული ოჯახებიდან წაიყვანეს ბავშვები, ახალგაზრდები, ჩაიყვანეს ბაბილონში და იქ მიცეს მათ განათლება. დღესაც არის ესეთი პროგრამები ახლა რა, დღესაც არის პროგრამები, როდესაც ახალგაზრდები მიყავთ უცხოეთში და იქ განათლებას აძლევენ. და ჩვენ ახლა რა თქმა უნდა გვიხარია ეს ახლა ადამიანურად და მიგვაჩნია რომ ჩვენი შვილები ახლა განათლებას უცხოეთში მიიღებენ, ისინი წარმატებული ადამიანები იქნება და ასე შემდეგ და ალბათ ისინიც ადრე ასე ფიქრობდნენ, მაგრამ ჩვენ ხო იცით ასეთი გამოთქმა არის, რომ ვინც იხდისო ფულსო, ის უკვეთავსო სიმღერას. შესაბამისად, ბაბილონელები იმის გამო კი არ აძლევდნენ ამ ყრმეებს, ახალგაზრდებს განათლებას, რომ იმათ თავისი ქვეყნის ინტერესები დაეცვა. არამედ მათ უნდათ, რომ მათი ქვეყნის, ანუ ბაბილონის ინტერესები დაეცვა. გამიგეთ? და დღესაც ჩვენ თუ დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ანალოგიური რაღაცები ხდება. და რატო აკეთებდნენ ბაბილონელები ამას? იმიტომ რომ იცოდნენ, თუ განათლების სისტემას ხელში ჩაიგდებდნენ, მომავალი ჩვენი ვინ არის? ახალგაზრდობა. თუ ახალგაზრდობა იაზრონებს ისე როგორც აზრობენ ვიღაცეები, მაშინ უკვე ეს ქვეყანა წავა არა ბედნიერებისკენ, წინსვლისკენ, სუვერენიტეტისკენ და ასე შემდეგ ამას სიტყვას რო იძახიან, არამედ წავა იმ გზით, რომელიც გზით იმათ სურთ, რომლებიც მათ განათლებას აძლევს. გამიგეთ? ეს არის აპრობირებული მეთოდი, რომელსაც იყენებდნენ ქრისტეს შობამდე 600 წლის წინაც და იყენებდნენ დღესაც. ადამიანები, რომლებიც ამ ქმედებას ჩადიოდნენ, ისინი მაშინ არ იყვნენ ღმერთის მსახურები, ისინი არ იყვნენ მორწმუნეები, ისინი იყვნენ ებრაელი ერის მტრები და მათ უნდათ ებრაული ერის გადაგვარება და მათ ეს ვერ შეძლეს. და იმედია დღესაც ისინი ვინც ცდილობენ ჩვენი შვილები გაზარდონ თავის ჭკუაზე, დაავიწყონ ქვეყნის ისტორია, წარსული და იმედია ისინი ამას ვერ მიაღწევენ. იმედია ვერ მიაღწევენ და ამაში უდიდესი როლი გვაკისრია თითოეულ ჩვენთაგანს, რო იცოდეთ რა. იმიტომ რომ ჩვენი შვილების აღზრდა არ უნდა მივცეთ სხვას უფლება, რომ ისინი აღზარდონ. არ უნდა მივცეთ მათ უფლება ატარონ ისინი თავის ჭკუაზე. ჩვენი შვილები უნდა გავზარდოთ თავისუფალი ადამიანი და ჭეშმარიტი თავისუფლები. არა ისეთი ეფემერული თავისუფლება, დღეს რო ვიკიჟინებენ ჩვენ ვითომ თავისუფლება. წმინდა წერილში ღმერთმა თავისუფლება როგორც ასეთი მისი არსი განმარტა. და ჩვენ როგორც მორწმუნე ადამიანებს
გვაქვს ვალდებულება რომ დაუჯეროთ უფალს, ამ მაშინ მორწმუნეები არ ყოფილვართ, მაშინ უფალს არ უჯეროთ. უფალმა თავისუფლება შემდეგი სახით განმარტა, გაგახსენეთ იცით ყველა, რომ თავისუფლება მაშინ არის, როდესაც ადამიანი ცოდვისგან არის თავისუფალი. ანუ ამას რას ნიშნავს ეს? ანუ იმას კი არ ნიშნავს, რომ ადამიანი უცოდველი გახდება. რა თქმა უნდა, ყველა უნდა ვისწრაფოთ უცოდველობისკენ, სრულყოფილებისკენ, გახდობისკენ და ასე შემდეგ, მაგრამ აქ თავარია, რომ ამ თვითმშობლობაში მცხოვრებ ადამიანს კონდეს სინანული, უნდა იცოდეს რა არის სწორი, რა არის არასწორი, ვინ არის ის არსება, რომლის მოჩილებაში უნდა იყოს და უნდა აენდოს მას მთელი გულით და მთელი გონებით დაემორჩილოს და არა ვიღაცებს, რომლებიც ცდილობენ ჩვენ მომავალს თავის შუაზე დარებას. ჩვენ უნდა ვიყოთ თავისუფლები და თავისუფლების მოპოვება, ცოდვისგან თავისუფლების მოპოვება მხოლოდ ეკლესიაში, დედა ეკლესიაშია შესაძლებელი. მხოლოდ ღმერთთან არის და ღვთისმადლით შესაძლებელი და ადამიანები, რომლებიც ემიჯნებიან ეკლესიას, რომელიც მეტიც ებრძვიან ეკლესიას, ისინი მერწმუნე ღმერთის მხარეს ვერ არიან. და შესაბამისად, ასეთ ადამიანებს, რომელიც ღმერთს მტრობენ, ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ჩვენი შვილები თავის შუაზე ადაროთ. რა წინა კვირაში სამწუხარო ფაქტი მოხდა. კიდევ ახლა ბევრი ხდება რა, შეიძლება პოლიტიკას როგორც არ ვეხებით, სამწუხარო არის ხანდახან გვიწევს შეხება, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ პოლიტიკას რა შეფერილობა არ კონდეს, მაგრამ როდესაც ეს პოლიტიკა ის შემოიჭრება საეკლესიო სივრცეში, ჩვენ ვალდებულება რეაგირება მოვახდინოთ, ხო? ახლა ის ფაქტები, რაც შემოგვიყვები ახლა და აღარ მოგიყვებით ახლა ყოველ კვირას ვუყვებით, ნუ წინა კვირაში მოხდა ვანდალური ფაქტი. თბილისში და საქართველოში უძველესი ტაძარი ერთ-ერთი 1500 წლის წინ აშენებული ტაძარი, დიდებული ანჩისხატი, რომელიც არის არქიტექტურით თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე სულიერი თვალსაზრისითაც უამრავი წმინდანების ნაწილი არის, ვიღაცებმა კვერცხები დაუშინეს. ეს ვიღაცები ვინ არის? ღვთისმოყვარეები? არა, ისინი ღვთისმტრები. და მათ ამით შეურაცხყოფა მიაყენეს, შენობა ნაგებობას კი არა. რა თქმა უნდა, შენობას დასვარეს და შეურაცხეს, ამით მათ ბრძოლა გამოუცხადეს ღმერთს. და ღმერთთან მოწინააღმდეგეები და მებრძოლები ყოველთვის მარცხდებიან, ეს ჩვენ ვიცით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვთქვათ ახლა, რომ რა არის სული და რა არის არასული და რომელ მხარეს უნდა დავუდგეთ ახლა. ადამიანები, ვინც ამას არ იმიჯნებიან, ეს არ მიაჩნიათ ახლა საშინელება, ისინი ღმერთის მხარეს ვერ არიან. და შესაბამისად, ასეთი ადამიანები დგებიან, თუ ღმერთის მხარეს არ არიან, დგებიან ეშმაკის მხარეს. ასე ახლა. ეს ძალიან მარტივი რაღაცა არის, აქ არაფერი ფილოსოფია არ არის საჭირო რა. ხო და შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ ეს საქმე გაამართლონ, ისინიც ან გაჩუმებულებიც არიან, ხო და ამას არ გმობს, ისიც ამ ადამიანების მხარეს გამოდის. ასე გამოდის, იმიტომ რომ დუმილი არის თაობების ნიშანი. რაღაცა რო ხდება ცუდი და შენ ჩუმდები, გამოდის რომ შენ იმას ეთანხმები. ასე რომ ღმერთმა დაგვიცოს, დაგვიფაროს და მერწმუნეთ რომ თუ ჩვენ ვიქნებით ღმერთის ერთგულები, ისევე როგორც ვერაფერი ვერ დაუშავებს დანიელს, ანანიას და აზარიას და მისაელს, ასევე ვერ ჩვენ და ვერ შთამომავლობას ჩვენსას ვერაფერს ვერ დაუშავებთ თუ ვიქნებით ღმერთის ერთგულები. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. მრავალს და ესე.